1 აპრილს თუ გაიგეთ, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღების უფლება გორის ბაგაბაღებში აეკრძალათ, 1 აპრილო ხუმრობა არ გეგონოთ. ქალაქის საკრებულო ამ დღეს იმაზე იმსჯელებს, დაიშვებიან თუ არა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები პატარები ქალაქის ბაღებში. ახლა გორის ბაგაბაღებში რაიონში მცხოვრები 600-მდე ბავშვი ირიცხება. თუ დეპუტატები საკითხს მხარს დაუჭერენ ბავშვებს ახალი სასწავლო წლიდან, მათ სოფლებში არსებულ ბაგაბაღებში მოუწევთ გადანაწილება. ვის ეკუთვნის ინიციატივა, რატომ გეგმავს გორის საკრებულო სოფლელების და ქალაქელების ერთმანეთსაგან გამიჯვნას და როგორ აფასებენ აღნიშნულს ბაგაბაღების დირექტორები, პედაგოგები, პოლიტიკოსები და იურისტები. ნახეთ ნიკა გაბლიშვილის რეპორტაჟი. სკოლამდელ განათლებას მე-6 საბავშვო ბაღში 233 ახსაზრდელი იღებს. აქედან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებული 35 ბავშვია. ახალი სასწავლო წლიდან კი შესაძლოა მშობლებს მათი გადაყვანა სოფლების ბაგაბაღებში მოუწიოთ. ეს ის შემთხვევაში, თუ საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარის მრჩეველის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ინიციატივის თანახმად სოფლებში რეგისტრირებულ ბავშვებს გორის ბაგაბაღში აღარ მიიღებენ, რასაც უარყოფითად აფასებენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილში. ამჯერად სოფლებში სამუშაოები არ აქვთ ხალხს და იძულებულები არიან რომ ჩამოვიდნენ ქალაქში და რაღაცა სარჩო იშოვონ და ამიტომ ისულებიც მოყავთ აქ ზოგი ქირით ცხოვრობს, ზოგი სიდედრის სახლში ცხოვრობს, ზოგი მამამთილის სახლში და ასე ჩვენ უარს ვერ ვეტყოდით იმ ბავშვებს, იმიტომ რომ რანაირად შეიძლებოდა, როცა გქონდა ადგილი, ჩვენ გქონდა ადგილი და თავის დროზე მივიღეთ ეს ბავშვები და ეხლა ამათი განთესვა ძალიან მე ვთვლი რომ არასწორია. ჩვენი გაზრდილი ბავშვი, ყველა დასანანია, 1 იქნება, 3 იქნება თუ 10 იქნება, ჩვენი გაზრდილია ეს ბავშვები. მესამე წელია აქ არიან და ჩვენთან იზრდებიან და თუ ბავშვის სასიკეთოდ იქნება, ჩვენც მხარს დავუჭერთ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას და ინიციატივის შინაარსს გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი განმარტავს. ის აღნიშნული ცვლილებების საჭიროებას მხოლოდ იმიტომ ხედავს, რომ გორის ბიუჯეტს სოფლიდან ჩამოსული ბავშვების დაფინანსება ზედმეტ ტვირთად აწევს. მეტრეველი მიიჩნევს, რომ რაიონში მცხოვრები ბავშვების სკოლამდელი განათლება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. ხსენებათ, რომ რაღაც გარკვეული თანხები ჩვენ ვიღებთ ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაღაც გარკვეული თანხები ადგილზე გვაქვს ადგილობრივი შემოსავლებიდან. გამოდის, რომ ჩვენ ამ ბავშვების დაფინანსება იმ ჩვენი ხარჯებით გვიწევს რაიონიდან მოსიარულე ბავშვებისა. ამიტომ რაიონთან უშუალოდ გვექნება კონტაქტი და საკითხი დგას შემდეგნაირად, რომ ერთობლივად მათი ბავშვები, რაიონიდან მოსიარულე ბავშვები რაიონმა დააფინანსოს და ქალაქის ბავშვებს ჩვენ რა თქმა უნდა ვაფინანსებთ. მეტრეველის მოსაზრებას არ იზიარებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დავით ონიაშვილი სოფლიდან ჩამოსული ბავშვების დაფინანსებას არ გეგმავს. ამბობს, რომ მერიამ ახსაზრდელების დასაფინანსებლად საჭირო თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე მიიღო. ყველა მუნიციპალიტეტმა, მათ შორის მერიამაც გორის, მიიღო დაფინანსება იმ ბავშვებზე, რამდენიც მათთან არის აღრიცხული და იღებს ამ დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტიდან. ის საკითხი, რომ მათ გაუჩნდათ სურვილი გარკვეული დეპუტატების ნაწილს, რომ მიზნობრივად წამოსული თანხა, რაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღეს და უნდა მივიდეს დანიშნულებისამებრ და მიიღოს იმ ბავშვმა, რამდენიც აღრიცხული იყო ბიუჯეტის დაგეგმარების პერიოდში მათ საბავშვო ბაღებში. მოაცილონ და სხვაგან გადაამისამართონ და ამ თანხის ხარჯზე მეზობელი მუნიციპალიტეტიდან მიიღონ დაფინანსება, ეს არის ჩანასახშივე ყოველგვარ ლოგიკას, კანონისგან ძალიან შორს არის და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული. მერიის ბაგაბაღების გაერთიანების განყოფილების ხელმძღვანელი გამგეობას და გორის საკრებულოს მკაცრი პოლიტიკის გატარებას არ ურჩევს და ამბობს, რომ თემა ორივე მხარის მოსაგვარებელია. ნინო ბერიანიძე იმასაც ამბობს, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში შესაბამისი ორგანოების ჩართულობა აუცილებელია. ამ ეტაპზე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებული მოქმედება, მნიშვნელოვანია აგრეთვე სამუშაო ჯგუფის ალბათ შექმნა, რომელიც გაანალიზებს ამ პროცესს და ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც არ დააზარალებს არც საბავშვო ბაღებს, არც ფინანსური თვალსაზრისით, არც მენეჯმენტის კუთხით და რაც თავარია დაცული იქნება ბავშვების უფლებები. ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივაზე საკრებულო 1 აპრილს იმსჯელებს. ამ საკითხზე დეპუტატების აზრი არაერთგვაროვანია. არ შეიძლება ბავშვებზე თავდასხმა, მათი ესე გამოყრა, თუ ამას ფიქრობენ საბავშვო ბაღებიდან და ამით მე პოლიტიკური ქულების დაწერა ვიღაცის თვალში.
საბავშვო ბაღების თემას ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის გორის ოფისის ხელმძღვანელი კახა ტოლიაშვილიც ეხმაურება. ტოლიაშვილი აღნიშნული საკითხის მოგვარების ალტერნატიულ გამოსავალზე საუბრობს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი კანონს პირდაპირ წესით არ ეწინააღმდეგება, თუმცა განმარტავენ, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ორი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, გარდა საკრებულოს ნებელობისა, უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული კომბინირებულად მოსახლეობის ინტერესების და ფინანსური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც სკოლამდე განათლებას ქალაქის საბავშვო ბაღებში იღებენ, დაფინანსებას 1 სექტემბრამდე მიიღებენ. შემდეგ კი მათი დაფინანსება მშობლების იურიდიული მისამართის მიხედვით მოხდება. დღევანდელი მონაცემებით ქალაქში სულ 18 მუნიციპალური ბაღი ფუნქციონირებს და მასში 3400-მდე ახსაზრდელი სწავლობს. აქედან 600 კი სოფელშია რეგისტრირებული.